როცა დე? რაზე ამბობ დე? როცა რა? გუშინწი რა ვიყავი დე? ჰა? დანიელა ვიყავი გუშინწინ? თუ დანიელასავით პატარა ვიყავი გუშინწინ? გუშინწინ არა დედიკო, მაგრამ ერთი 35 წლის უკან კი ვიყავი დანიელასავით პატარა. ხო? დანიკუნა სად მიდის? დანიკუნა. ოკეი. მაშინ აღარ წაგიყვან, ახლა მიგაბრუნებ უკან და წახვალ შენ თვითონ. ეველინა სად წავიდა ახლა ეს მითხარი? ეველინა. სად? ბაღში წავიდა ხო ეველინა? სკოლაში წავიდა. ოკეი. შენ სად მიდიხარ სკოლაში? აბა სად მიდიხარ? ბაღში. გიხარია ბაღში რომ მიდიხარ? ჰა? შეგიძლია რომ დაჯდე თუ არა და ქარსეთში ჩაჯდები. პატივს გცემ უბრალოდ მართლა ორი ფეხის ნაბიჯზე მივდივართ, აგერ სახლთან ახლოს არის ბაღი, თორემ ქარსეთის გარეშე ქალბატონი ვიცით რომ არ გადაადგილდება. ცოტა ახლოსაა? ცოტა ახლოსა, ცოტა შორსაა? დავტოვოთ დანიკუნა ბაღში და მე უნდა წავიდე, გავიკეთო ანალიზი. ქვემოთ. ბატონო? მარა დედიკო ხელიდან სისხლი უნდა ამიღო, უნდა გავიკეთო ანალიზი. გუშინ ისი მე თვალის ექიმთან რომ არ იყავი? დედა? ჰა? ყველა ძაღლი იკბინება თუ გააბრაზებ და თუ ტკბილად გაესაუბრები, არ გააბრაზებ, მაშინ არ გიკბენს. გიხარია ბაღში რომ მიდიხარ? დღეს არ გქონდა დავა ტანსაცმელებზე საბედნიეროდ. როგორ მოხდა არ ვიცი. ხო დანი? ასე უცებ მოვით, გინდა გავწავიდეთ და მოვბრუნდეთ ისე. დავტოვე დანიკუნა ბაღში. ცოტა წუწუნი საათი გქონდა. ხო და ეხა მივდივარ ავიღებ ანალიზს, TSH-ის ანალიზი მაქვს ასაღები. ხო და მე TBC-ის ანგარიშზე მაქვს თანხა შესატანი დაზღვევის. ჩემ ანგარიშზე უნდა შევიტანო თანხა, რომ მანქანის დაზღვევა გადავიხადო. რისი ხმარი? რაღაც ისა რიგინის ხმა მესმის და რისი ხმა? წარმოდგენა არა მაქვს რისი ხმა. ხო და წავიდეთ ეხა იმუნოლოგიაში, ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც მდებარეობს წყალტუბოს პარკში პირდაპირ. და გავიკეთო TSH-ის ანალიზი. რა თქმა უნდა უსმოს. აი მიდიდიკა. რო გითხრათ წუხელ საერთოდ ერთი წვეთიც არ მიძინია თქო დამიჯერებთ? ერთი წვეთი არ მიძინია საერთოდ და ჩემი აზრით მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ზოგადად ყავა არ მოქმედებს, მაკინეტაში გაკეთებული ყავა მივირთვი იტალიური კარგი ძლიერი ესპრესო დავლია გუშინ, მაგრამ იყო უგემრიელი, აი ძალიან გემრიელი იყო. ხო და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ყავამ ესე ძლიერ იმოქმედა და საერთოდ არ მიძინია, ანუ ერთი წვეთი არ მიძინია საერთოდ. ანუ ტელეფონიც გამურთე,
ფილმსაც უყურებდი ტელეფონი, აუ რაც უნდა დავაყენე ახლა, მოვაბრუნებ. ფილმსაც უყურებდი, ტელეფონიც გამოვრთე, მერე უბრალოდ ჩართული მქონდა და უსმენდი, ანუ ყველაფერი ვიცადე რომ დამეძინა, მაგრამ არ გამომივიდა არანაირად დაძინება. ჩემდა საუბედუროდ და ეხა მიყვეს უბრალოდ როგორ ავარ ესე? კარგ ხასიათს. I don't know. გორმოს ეს ყვითელი ყვავილები ვარ მინდორში. ბავშვობას მახსენებს. წავედით გავიკეთოთ ანალიზები. იმდენად გამოთიშული ვარ, იმდენად უძინარი ვარ, ანალიზი ავიღე და ანგარიშზე რო თანხა უნდა შემეტანა და მავწყდა. წავალ ახლა ვისაუცმებ, იმიტომ რომ შიერი ვარ. მეძინება. ხოდა მერე წავალ და ჩავრიცხა. ღმერთო რამ გამომაშტერა. არ ვიცი რამ გამომაშტერა. მიგოს ბოსტანი. აკუწკუწებს ნარგო და მამიკო ბოსტანს ერთად. როზმარინი რამ ხელა? ოხრა ხუში გვაქვს ბლომად. წელს ზამთარში თოვლმა მოგვიტეხა ფეიხო. ისე რომ გადასაჭრელი გახდა ორივე. დალეწა სულ. გაგიგიათ ბავშვი ბაღიდან გამოყვანის დროს რომ ტიროდეს? გაგიგიათ? აი ქალბატონ დანიელა არის ეგეთი. რატომ მოუმატე დედა? რატომ მოუმატე დე? აბძენი ხანი საქანელაზე და ეზოში არიყავი? დედა ზოგადად ბავშვები ბაღში მოყვანის დროს ტირიან. შენ წაყვანის დროს ტირი ხარ. რატო? მოკლედ მოვზილეთ ცომი. აბა თუ გამოიცნობთ რისი. რისი ცომი მოვზილე და პასკის კი მართალია ცოტა ადრეა, მაგრამ მოვზილე იმის გამო რომ გამოვცადოთ ღუმელი. და ესე გამოიყურება ჩვენი ამოფუმფულებული ცომი, გადავიტანე ფორმებში. ერთი პორციისგან გამოვიდა 15 ცალი 9 კილოიანი პასკა, ნახეთ როგორ ამოფუმფულდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ესე გამოიყურება ჩვენი პასკუნიები ღუმელში. ღუმელის საბოლოოდ ვარ ძალიან კმაყოფილი და ესეთი გამოვიდა უკვე გამომცხვარი. უბრალოდ ცოტა ჩამეძინა წამიერად და ძირი მიმეწვა რამოდენიმეზე, თორე ისე არა ვარ უკმაყოფილი. ვაბანავე, ევეკოს ხვალ აქვს გადაღება. პირველი კლასის დამამთავრებელი ალბომისთვის და მთელი ამბები. თმა რატომ იკავიას, იმიტომ რომ უშნოთა მაგრამ რატომ მიჭირავს ვითომ გაიქცევა სად. ხოდა მომამზადე ვაბანავე თმები დავუვარცხნე ხვალ მე კიდე შევავლებ ხელს. სპონტანურად გადავწყვეტეთ მე და ჩემაცო ტელეფონიც არ წამიღია რომ წავსულიყავით აგროჰაბში და გვეყიდა ის ლეგენდარული მარწყვის ტორტი მოხაშული კრემით და გიახელეთ მთელი ოჯახი ჩვენი უსაყვარლესი მეზობელი ვალიჩკაც ჩვენთან იყო და ძალიან მოეწონა გეფიცებით არის არამსუყე და ისეთი ნაზი გემრიელი ნოტები აქვს რომ ლამის მთელი ტორტი შემოგეჭმებათ. მართლა ძალიან გემრიელია. ხო და ესეთი ამბები. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი დღე. ხვალ დილით უნდა ავდგე, დანიელას ბაღი არა აქვს, რადგან ხვალ მთელს წყალტუბოში არ იქნება წყალი დილის 9 საათიდან საღამოს 11 საათამდე.
არ მოგესმათ. მთელ წყალდუბოში არ იქნება წყალი. შესაბამისად ბაღი არ იქნება. და ესეთი ამბები. დავწვევი ახლა. არა ჯერ მოვწესრიგდები, მერე დავწვევი. დავამონტაჟებ ვიდეოს, თვალები მეკავება ამ ბოლო დროს ამჭირს ეთყობა გაზაფხულის ალერგია შემომეპარა, ხვალ ანალიზებიც ასაღები მაქვს, ანუ პასუხები მაქვს ასაღები. და წავედი ახლა ბევრ ლაპარაკს, შეიძლება მოვწესრიგდე და დავეგდო, დავიძინო, დავისვენო.